ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით, ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. წყლის პრობლემა მოგვარდება როდესმე? ანუ ხალხო ხმას რატომ არავინ იღებს ამ ყველაფერზე? ნახევარი წელია ხალხს უწყლოობაში გვამყოფებენ. ეს როგორ შეიძლება? მსგავსი არსად არაფერი მინახავს. 21 საუკუნეში წყალი რომ არ არის საერთოდ? რაზე ვსაუბრობთ, ან რისი იმედი გვაქვს? ორი შვილის დედას წყლის პრობლემა მაღალებებს. ასე არ შეიძლება. ასეთი მოუგვარებელი არაფერი მინახავს. ანუ დრო მაინც გვითხრან, ამ დრომდე იქნება ასე და მერე აღარ. არა, დაუსრულებელია. საყოფაცხოვრებო პრობლემას მიანიჭებთ უპირატესობას თუ სხვა დანარჩენს, მოგვარების ვალდებულება ერთი და იმავე ადამიანების, სამსახურების ვალდებულებაა. კეთილი ინებონ და შეასრულონ, ან ადამიანებს უპასუხონ, როდემდე გაგრძელდება ეს პრობლემა, ან რა გზებს იყენებენ მის მოსაგვარებლად. ხონს ჰქონდა საკუთარი წყალმომარაგება და ეგეც აგვართვეს. ესეც პრობლემად გახადეს, განმკითხავი კი არავინ არ არის. ქალაქის წყალი არ მომიხმარია წლებია და ფულს კი ვიხდი. ამ ზაფხულში როცა მჭირდება და მაშინ კეტავდნენ. სანამ არ მოწესრიგდება, ერთ თეთრსაც არ გადავიხდი. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და წერს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები. ბოლო პერიოდში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ სრულიად სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. მესმის თითოეული თქვენგანის, რადგან წყალი არის ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საჭიროება. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაწყებული იყო მანამდეც, თუმცა არსებული ტექნიკური სირთულეების გამო პროცესი გაჭიანურდა. არაერთ გზის შეფერხების მიუხედავად დაიგეგმა და ამ ეტაპზე დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა შესაძლო რესურსი მიმართულია იმისთვის, რომ წყლის გრაფიკით მოწოდება სრულად აღმოიფხვრას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის კომუნიკაცია არ შეწყვეტილა. საკითხი მუდმივად იყო დღის წესრიგში. წერს სოციალურ ქსელში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე. ის, რაც სამეგრელოს გუბერნატორმა დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, იმაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე სიმონია წერს და იმ ქალების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად მიიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტი წერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები გუშინ საღამოს ზუგდიდში, მას შემდეგ, რაც ბალდელი დედები გუბერნატორთან შესახვედრად ჩავიდნენ. რიაცის ქვეშ 17 ღამე გაათენეს დედებმა. აქედან ერთი კვირის მანძილზე სამეგრელოს გუბერნატორს შეხვედრის ჩანიშვნას სთხოვდნენ ღამენათევი და გაყინული ქალები. თუმცა ამ დროის მანძილზე მისკენ არანაირი პასუხი არ მიუღიათ. გუშინ დედები ადგენენ, ბალდიდან ზუგდიდამდე 90 კილომეტრი გაიარეს და კიდევ იქით ჩააკითხეს რწმუნებულს საჯარო შეხვედრის მოთხოვნით. პასუხად ისევ შეურაცხყოფა მიიღეს. პრობლემის მოგვარება კი არა, თქვენ შოუს დადგმა გინდათ, ამიტომ შეხვედრაზე არანაირი ვიდეო ჩანაწერი არ დაიშვებაო. დედების სიმართლეს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს და გუბერნატორსაც ალბათ სახლში მოუნდა წასვლა, პროვოკატორები მოიყვანეს ოფისში. საღამოს 8 საათი იყო უკვე დაწყებული შენობაში ორი ძალიან გამომწვერად მოსაუბრე ქალბატონი რომ შემოუშვეს. მეორე და მესამე ფოტოზე. დედების გვერდზე დასდგნენ და გაირკვა, რომ ზუსტად იცოდნენ ვინ იყვნენ ბალდიდან ჩამოსულები. ამტკიცებდნენ დავით ვერავა შესანიშნავი ადამიანიაო. გარეთ სხვები დააყენეს ჩხუბის ასატეხად. მეოთხე ფოტოზე და ხალხის დაპირისპირებას სცადეს. ღამენათევი დაკნინებული, აბუჩადაგდებული და შეურაცხყოფილი ბალდელი დედების წასვლისთანავე ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები ეგრევე დაიშალნენ. დავით ვერავა კი ასე დაემალა და გაექცა ბალდიდან ჩამოსული დედების თავდადებასა და სიმართლეს. ბევრნაირი ბოროტება მინახავს და გამიგია, მაგრამ მსგავსი იშვიათია. გაწამებულ, დაღლილ, გათოშილ და ფეხებდასიებულ ქართველ დედებს ასე უღირსად, ასე არაქართულად დახვდე და მოექცე, თან ასეთი თანამდებობის პირი. ამ ჩინოვნიკებმა ან რა სიკეთე უნდა მოუტანონ ხალხს და ქვეყანას. წერს სოციალურ ქსელში სალომე სიმონია. ნობისათვის ბალდელმა დედებმა გუშინ მე-17 ღამე გაათენეს ღია ცის ქვეშ, წვიმასა და ყინვაში. მათი მოთხოვნაა დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონის კორუფციული სქემით დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განაცხადოს. ბალდაში პროტესტი თითქმის 800 დღეა გრძელდება. ინვესტორს ატრაქციების მოსაწყობად მიცემული ვადა 2 კვირაა ამოეწურა. ბალდის მოსახლეობა ითხოვს 40 წლიანი იჯარის ხელშეკრულება მთლიანად გაუქმდეს, კანიონი ხელუხლებელი დარჩეს და ხალხს დაუბრუნდეს.
დღეს 16 დეკემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტში 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წელს სახაროვის პრემია ორმა ჟურნალისტმა მიიღო, მზია ამაღლობელმა და ანჯეი პოჩობუტიმ, ორივე მათგანი ამჟამად ციხეში იმყოფება. მზია ამაღლობელის სახელით პრემია ბათუმელების წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანჯეი პოჩობუტის სახელით კი მისმა შვილმა. დღესვე ევროპარლამენტში წაიკითხეს მზია ამაღლობელის მიერ ციხიდან გაგზავნილი წერილი. დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ვისურვებდი ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება მისი დემოკრატიის და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი, ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა. წერს მზია ამაღლობელი წერილში, რომელიც ევროპარლამენტში ბათუმელების წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ წაიკითხა. სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირში უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50,000 ევროს შეადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 59 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის განმარტებით მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვა. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვისაა ნასამართლები. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს. დაკავებულია 59 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული. მათ შორის 5 კანონიერი ქურდია. მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ ყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ ყოფი კანონიერი ქურდებიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულები შეკრებებზე ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად მიმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ ყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 სეკუნდა, 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური და შეურიგებელი ბრძოლა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას, კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და დავიცვათ საქართველოს თითეული მოქალაქე. განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 100 შეკვრა დაფასებული 9 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების აქვე პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1 იანვრიდან შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდება. კანონი მკაცრდება და სხვადასხვა ქმედებებთან დაკავშირებით ჯარიმები იზრდება. მაგალითად, სავალდებულო ხდება შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია. დადგენილი მოთხოვნის დარღვევა კი გამოიწვევს ჯარიმას 1500 ლარის ოდენობით. ასევე სავალდებულო ხდება შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია, კასტრაცია. ჯარიმა ამ შემთხვევაშიც 1500 ლარს უტოლდება. შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე კი გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10000 ლარით. ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვკითხულობთ, რომ შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას. კანონი მკაცრდება და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა. ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის 30000 ლარის ოდენობითა და ცხოველის კონფისკაციას. ორგანიზება ჩატარების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 30000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი 35000 ლარის ოდენობით. ცვლილებების ჩამონათვალი ვრცელია და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე. საკითხს ეხმაურება თემურ ლაჭყებიანი ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე. მისი თქმით, ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა არის რიგი საკითხები, რაც არ აისახა კანონმდებლობაში. ასევე მნიშვნელოვანია აღსრულების საკითხი. ლაჭყებიანის თქმით, სავარაუდოა ისიც, რომ კანონის გამკაცრება პირველ ეტაპზე ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების ოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ყველა მეპატრონე ვალდებული არის მოახდინოს თავისი ცხოველის იდენტიფიცირება, ანუ რაც ნიშნავს დაჭიყვას, ვაქცინაციამ და თუ კი მას არ გააჩნია შესაბამისი ნებართვა, მის გამრავლებაზე ის ვალდებულია ჩაუტაროს სტერილიზაცია, კასტრაცია, ანუ მან ის თავის ცხოველი ვეღარ უნდა გაამრავლოს, თუ კი არ აიღებს შესაბამის ნებართვებს. ეს, რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში იქნება ფაქტიურად რთული, ესე ვთქვათ, არაახსრულებადიც კი გარკვეულ პერიოდის განმავლობაში და მოსახლეობაში დაითესება შიში. სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ახლა ჩვენ გარკვეული მომავალი 1-2 წლის განმავლობაში მიუსაფარი ცხოველების გაზრდას, იმიტომ რომ მეპატრონეები, ესე ვთქვათ, ის უპასუხისმგებლო მეპატრონეები თავიანთ ცხოველებს, რომლებიც შეშინდებიან ამ ჯარიმებით, ამ ასე ვთქვათ, რეგულაციებით, ეტაპობრივად გამოუძახებენ ქუჩაში. პრინციპში ეს ისედაც ხდებოდა, მაგრამ უფრო მეტი მაჩვენებელი გახდება, ლოგიკურად ცხადია, რომ ეს ასე იქნება. ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია აღსრულების საკითხი. მაშინ, როდესაც სახელმწიფო მეპატრონეს შინაური ცხოველების კასტრაცია, სტერილიზაციას ავალდებულებს, მწირია იმ ვეტერინართა ოდენობა, ვისაც აღნიშნული ქირურგიული ჩარევის კომპეტენცია და ნებართვა აქვს. ასევე პრობლემას წარმოადგენს რეგიონებში ვეტერინარული კლინიკების არარსებობა. ფიზიკურად არ არსებობს ვეტერინარი ექიმები, რომ მხოლოდ ვეტერინარი ექიმზე არ არის აქ საუბარი, ქირურგი ვეტერინარი ექიმი, რომელსაც შეუძლია სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაცია ჩაატაროს. ეხლა შეიქმნა ეს ფაკულტეტი ზუგდიდში, ანუ წარმოიდგინეთ ეხლა ვეტერინარების რაოდენობა, ასე ვთქვათ, ისეთი ვეტერინარების, რომელსაც შეუძლია ეს კანონის დონეზე ოპერაცია განახორციელოს, არის გარკვეულად მიზერულად ძალიან მცირე არის, უფრო აქამდე უნდა გვეზრუნა ან ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი,
აბაშის მუნიციპალიტეტი, საერთოდ ვეტერინარული კლინიკა არ არსებობს ამ მუნიციპალიტეტებში და მაცხოვრებლებს ფიზიკურად უკვე პრობლემები შეექმნება. მაგალითად, ახლა ვინც ლენტეხში ცხოვრობს ამ ნესტიაში, წარმოუდგენელია როგორ უნდა მოახდინოს თავის ცხოველის სტერილიზაცია, კასტრაცია. ლაჭყებიანის თქმით, კანონის აღსრულება სავარაუდოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა იქნება. თუმცა, როგორ განხორციელდება მონიტორინგი და კონტროლი, განსაკუთრებით სოფლებში, ეს რთული სათქმელია. Სამყარო როლი ამ კანონის მიხედვით აკისრია ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს და იგივე მუნიციპალური ინსპექციას, თუმცა წარმოუდგენელია ამდენი, ასე ვთქვათ, როგორ უნდა განახორციელოს ამდენი რაოდენობის. უფრო ალბათ თავიდან იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად მეზობელმა შეიძლება უჩილოს მეორე მეზობელს, რომ ყავს ძაღლი, ყებს მაგალითად არაიდენტიფიცირებულია, აუცრელია და ასეთ შემთხვევებში გავლენ უკვე შეტყობინების საფუძველზე. თემურ ლაჭყებიანმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო სუბსიდირების როლზე საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობაზე. გადახედავს პრობლემას აღსრულების მექანიზმებში, იმიტომ რომ შესაბამისი კადრები არ არსებობს, შესაბამისი, ასე ვთქვათ, მოსახლეობის ხარდაჭერის პროგრამა ჯერჯერობით არ არსებობს და ვიმედოვნებ, რომ ასეთი პროგრამები მომავალში ეტაპობრივად დაიწყება, იმიტომ რომ ქუჩებში ფაქტიურად ახლო პერიოდში ველოდებით, რომ შეიძლება გაორმაგდეს, გასამაგდეს ან გაათმაგდეს კიდევაც მომდევნო თვეებში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა. იმიტომ რაღაცნაირად სიგნალებიც უნდა გაიცეს, რომ არ დავაჯარიმებთ თავიდან, მხოლოდ რომ ასე ვთქვათ, ჩაერთოს რაღაც ახალისება უნდა იყოს, რომ პირიქით ვინც ჩაერთვა პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს, თავისით მიიყვანს ან სერვისებს მიაწოდებენ, გაუსტერილებენ, ოპერაციებს ჩაუტარებენ ამ ცხოველებს, რომ არ მოხდება პირველ ეტაპზე დაჯარიმება, ამის სიგნალები უნდა გაჟღერდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ცოტა, ასე ვთქვათ, შემსუბუქდეს ეს სიტუაცია და არ გაათმაგდეს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა რამოდენიმე თვეში. ანუ მე ვხედავ ამ კანონში ბევრ ცვლილების, საჭირო ცვლილებებს, რომელიც მომავალში ნელ-ნელა უნდა ჩაემატოს კანონი და მარტო ეს საკანონმდებლო აქტით ვერ დარეგულირდება, ასევე უნდა იყოს აღმასრულებელი შესაბამისი სამინისტროებიც ან უშუალოდ მუნიციპალიტეტები ჩართული დაფინანსებები გაუზარდონ შესაბამისი სერვისების მიწოდებაში, ასევე კერძო ვეტერინარი ექიმების ახალისება უნდა მოხდეს, სუბსიდირება უნდა მოხდეს, უნდა ჩამოვიდეს რეგიონებში, თით ქალაქებში მაცხოვრებელი ვეტერინარი ექიმები და ეს უნდა წაახალისოს სახელმწიფომ სხვადასხვა თავისი პროგრამებით და ეს თუნდაც რაც შეიძლება კანონში ჩაიწეროს, რაც შეიძლება ნორმატიულ აქტებში, შეიძლება პრემიერის ბრძანება არსებობდეს სიტყვაზე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე. ის ორ ძაღლს პატრონობს და საკითხი მისთვის მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ კანონები მისაღები იყო ადრედაც, მაგრამ ერთი არის მივიღოთ კანონი და შემდეგ ეს არის მეორე არის თუ როგორ აღსრულდება ის რომ ქუჩაში მიტოვებული ძაღლების რიცხვი გაიზარდა, ანუ ეს არის ადამიანების ბრალი და არა ძაღლების ბრალი. შესაბამისად, უნდა იქნეს მკაცრი ზომები მიღებული ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სასიკვდილოდ იმეტებს ოთხფეხა მეგობრებს. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება პატარა ლეკვი ძაღლი ესე ქუჩაში გადააგდო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და იცი რომ ის თავს ვერ გადაირჩენს და გაწერულია სიკვდილისთვის. არის იმის რისკი, რომ შეიძლება ქუჩაში ამ კანონის შემოღების შემდეგ მართლაც გაიზარდოს უპატრონო ცხოველთა რიცხვი, იმიტომ რომ ფლობელებმა შეიძლება თავი აარიდონ გეთახმები იმ ვალდებულებებს, რაც კანონი მათ აკისრებთ, ეს სტერილიზაცია იქნება თუ კასტრაცია, მაგრამ მე ერთადერთ გამოსავალს ამ შემთხვევაში ვხედავ, სახელმწიფო მიიღოს რაღაც ზომები, უფასო სტერილიზაცია, კასტრაციის შესახებ, გაკეთდეს რაღაც მობილური ჯგუფები, სამედიცინო ჯგუფები, ეს იქნება მოძრავი ვეტერინარული კლინიკები, რომლებიც ჩამოივლიან ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, აღწერენ ძაღლების რაოდენობას და მოახდენენ მათ სტერილიზაციას. და ბუნებრივია ასეთ უნდა გამკაცრდეს რაღაც ზომები, უნდა იქნეს მიღებული აი გამრავლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი ესე ამრავლებს ძაღლებს და შემდეგ არ ვიცი რას უშვება, შეიძლება აი ბევრია ფაქტი, როცა ტომარაში ჩასმული ძაღლები გვინახავს მდინარის პირას ან გზის პირას გადაყრილი სრული აბსოლუტურ მნიშვნელობით.
განსაკუთრებით ეს არის სოფლებში, იმიტომ რომ ქალაქებში ასე თუ ისე ადამიანები ახერხებენ ვეტკლინიკებს მიმართონ, პასუხისმგებლიანი მოქალაქეებზე მაქვს საუბარი, სამწუხაროდ არიან ქალაქებში ისეთებიც, ვინცაც ხელეწიფება ელემენტარულად სტერილიზაცია გაუკეთოს სახლს, მაგრამ ამას თავს არიდეს, მაგრამ განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობა სოფლებში და სწორედ ჩვენ თუ კი ტრასებზე გავივლით, ხედავთ რომ აი სოფლებიდან არის ძირითადად ეს სახლები მიტოვებული ტრასის პირას და არ ვიცი მათ ზამთარში რა ეშველებათ წარმოქმნაც არ მინდა. ეს შევიძინეთ, მაგრამ ლულუ ეს არის აყვანილი ქუჩიდან, იყო ძალიან მძიმე რთულ მდგომარეობაში, ძალიან ავადი იყო და ფიზიკურადაც ცუდად გამოიყურებოდა. მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან ცხოვრობს და მე ავიყვანე, გავუკეთე სტერილიზაცია და შესაბამისად პრობლემებიც მოგვარდა, თუ კი რაიმე იქნებოდა. ესე რომ ლულუ ცოტა ცელქი გოგოა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრია და ძალიან მიყვარს და ეხლა ცელქობენ, იმიტომ რომ არ არიან სტუდიაში მუშაობას მიჩვეულნი. ესენი არიან რაღაცა თერაპია, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ესენი მახალისებენ და აი შეიძლება ადრე ვერ წარმომედგინა ის რომ გიждდებოდნენ ძაღლებზე და ახლა სადმე როცა მივდივარ პირველ რიგში ამაზე ნერვიულობ თუ შეჭამეს, ხო გაისეირნეს, რა ეშველება თუ ჩვენოთ და ასე შემდეგ. ესე რომ ესენს ამას გრძნობენ და გამოხატავენ შემდეგ სიყვარულს თავისებურად. მოდი დავიწყებ იქიდან რომ პირველ რიგში ბავშვები უნდა შევაჩვიოთ და შევაყვაროთ ცხოველები, იმიტომ რომ ეს მათ დაეხმარება შემდგომში და მე ხშირად გამიგონია ქუჩაში როცა მივდივარ და ქუჩაში ძაღლი არის და მშობელი ეუბნება ბავშვი მე არ მიეკარო გიკმენს არ უყვეს პირიქით მე მეორე როცა ადამიანს ძაღლი აყავს მან უნდა იცოდეს რომ ძაღლს აქვს ბეწვი ძაღლს ჭირდება მოვლა და ამას არ ჭირდება ახლა დიდი რაღაც ლექციების ჩატარება წინასწარ ყველამ უნდა იცოდეს და ხშირია შემთხვევა როცა მშობლებს ლეკვები აყავთ შვილების გასართობად და როგორც წამოიზრდებიან შემდეგ უკვე ქუჩაში გაისტუმრებენ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა და აი ესეთი ადამიანების მიმართ ნამდვილად უნდა იყოს კანონი მკაცრი რა თქმა უნდა გეთანხმები კანონის ამოქმედება ერთია როგორც თქვენ რამდენად მოხერხდება მისი ადმინისტრირება ეს მეორეა მაგრამ ამავე დროს უნდა გაიმართოს რაღაც კამპანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით და უნდა ხშირად მესმის ესეთი რაღაცა ვინმე ძაღლის აყვანა რომ უნდა ძუარის თუ ხვადი ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს არსებობს სტერილიზაცია კასტრაციის პროგრამა და ეს პრობლემები გვარდება ძალიან მალე ერთ დღეში ასე რომ ჩემი ლულუ არის ამის მაგალითი აგერ რომელიც შვიდად გძნობს თავს და არ აღელვებს არაფერი დღეს საქართველოში უკვე წლებია გადაუჭრელ პრობლემად დგას მიუსაფარ ცხოველთა საკითხი. სუსტი სტატისტიკა თუ რამდენს უტოლდება მათი ოდენობა, ამის განსაზღვრა რთულია. ცხოველთა უფლებების დამცველები პრობლემის გადაჭრას ითხოვენ. პრობლემის მოგვარებას ითხოვს ასევე მოსახლეობა, რომლებიც ხშირად ქუჩაში მიუსაფარ ცხოველთა ზრდის პარალელურად გაზრდილ საფრთხეებზე მიანიშნებენ. ახალი კანონმდებლობა 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო მის შედეგებს უკვე წლები განსაზღვრავს. იქნება ის პრაქტიკაში მოქმედი ცვლილება თუ დარჩება უბრალოდ კანონმდებლობაში ჩაწერილ კიდევ რამდენიმე ფრაზად.